მე-17 ამოცანა არის ტრიგონომეტრიული. გვეკითხება არგუმენტის, რომელი მნიშვნელობისთვის იღებს 2π მეხუთედ 3π მეხუთედ შუალედზე განსაზღვრული f(x) ფუნქცია sinus 5x უდიდეს მნიშვნელობას, იგივე ექსტრემუმის წერტილის გთხოვენ. რა უნდა ითქვას? პირველი, რომ აპლიკანტს მოეთხოვება ტრიგონომეტრიული ფუნქციების, ძირითადი ფუნქციების სინუსი, კოსინუსი, ტანგენსის, მაგრამ ამ შემთხვევაში სინუსის სახე, ფუნქციის სახე, როგორ იქცევა იგი, როდის აქვს მას უდიდესი მნიშვნელობა, უმცირესი მნიშვნელობა, პერიოდულობა მათ შორის და ასე შემდეგ. თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ თუ sinus x-ი ჩვეულებრივი სახით მოცემული არ არის და მას უწერია 5 არგუმენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ სინუსის ფუნქციის გრაფიკი უფრო მეტად მჭიდროვდება და არა ფართოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი sinus x-ი ექსტრემუმის უდიდეს მნიშვნელობას ღებულობდა π ნახევარში, მისი ეს ექსტრემუმის წერტილის აბსცისა შეიზღუდა და უფრო დაიკლო. შესაბამისად, რატომ? იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ აქ ჩავსვამთ ახეთ ლოგიკურადაც რომ დავფიქრდეთ, თუ კი x-ი მიიღებს π მიათელის ტოლ მნიშვნელობას, სინუსი გამოვა π ნახევარზე, ანუ 90 გრადუსზე, რაც 1-ის ტოლია და მართლაც სინუსი ამაზე დიდ მნიშვნელობას არ იღებს, ხო? 1 მისი მაქსიმუმია. მე გამოვიტანე სპეციალურად გრაფიკი, რომელიც ასახავს sinus 5x და თვალსაჩინოებისათვის დავინახავთ, რომ π მიათედზე ფუნქცია 1-ის ტოლია, მაგრამ ფუნქცია ასევე 1-ის ტოლია π ნახევარზე, 9π მიათედზე და ასე შემდეგ. აქ მკაცრი შეზღუდვაა, რომ x-ი უნდა ეკუთვნოდეს შუალედს 2π მეხუთედი, 3π მეხუთედი, რაც არის 72-დან 108 გრადუსამდე დიაპაზონი და ამ შუალედში ფუნქცია იღებს დიდ მნიშვნელობას, რაც არის 1 და π ნახევარი უნდა იყოს პასუხი. მაგრამ გამოცდაზე ცალსახად, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მსგავსი ტიპის ინსტრუმენტები, რომ ჩვენ გრაფიკი ავაგოთ და ვიქცევით შესაბამისად. და უნდა გავარკვიოთ პერიოდულობა თუ ფუნქცია, ამ შემთხვევაში sinus 5x-ი, რა შემთხვევაში იღებს და იმეორებს თავის მნიშვნელობას. ჩვეულებრივი sinus x-ის დროს, რაც მისი ძირითადი სახეა, პერიოდი 2π-ის ტოლია, მაგრამ საკუთხო კოეფიციენტის ამ შემთხვევაში 5-ის არსებობის გამო პერიოდი მცირდება 5-ჯერ. ანუ სინუსი 5-ჯერ უფრო ნაკლებ აბსცისის გავლის შემთხვევაში იღებს ერთსა და იმავე მნიშვნელობას. ამიტომაც π მიათედს უნდა დავუმატოთ 2π მეხუთედი, როგორც ახალი პერიოდი სინუსისა, რაც π ნახევარს იძლევა საბოლოო ჯამში. ამ შემთხვევაში პასუხი არის a. π ნახევარზე sinus 5x-ი მიიღებს უდიდეს მნიშვნელობას.